სპილოებს იშვიათად უჩნდებათ კიბო, მიუხედავად იმისა, რომ მათ მასიურ სხეულებში ბევრად მეტი უჯრედია, ვიდრე ადამიანებში. თეორიულად მეტი უჯრედის ქონამ უნდა გაზარდოს კიბოს რისკი, რადგან თითოეულ უჯრედს აქვს მუტაციის პოტენციალი. ეს ქმნის სამეცნიერო გამოცანას, რომელიც ცნობილია როგორც პეტოს პარადოქსი. სპილოები ამ პრობლემას მძლავრი გენეტიკური დაცვით წყვეტენ. ისინი ატარებენ TP53 წოდებული გენის დაახლოებით 20 ასლს, მაშინ როცა ადამიანებს მხოლოდ ერთი აქვთ. ეს გენი მოქმედებს როგორც უჯრედულ მცველი, რომელიც უჯრედების შიგნით დაზიანებულ DNS-ს ავლენს. თუ დაზიანების გამოსწორება შესაძლებელია, ის კეთდება. თუ არა, უჯრედი იღებს ბრძანებას თვითგანადგურების შესახებ. სპილოებში ეს პროცესი უფრო სწრაფი და მგრძნობიარია, რაც საშიშ უჯრედებს მან ამაშორებს, სანამ ისინი გამრავლდებიან. ამ გაუმჯობესებული სისტემის წყალობით, სპილოებში კიბოს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, რაც გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ევოლუციას შექმნას ძლიერი ბუნებრივი დაცვა დაავადებების წინააღმდეგ.